Hey, მოგესალმებით ისევ. ახლა უკვე პარკიდან. წინა ვიდეოების თვალი შეავლე და ცოტა რთული ყოფილა ესე ჰაერზე ლაპარაკი, ისე რომ მოსასმენად საინტერესო იყოს. ხოდა დღეისთვის შევარჩიე ეგეთი თემა. თემას ქვია მასალებზე და ხელობაზე და რას გულისხმობ ამაში. ევროპაში რო გადმოდიხარ ადამიანი. თითქოს არაფერი, ვითომ კაი ცხოვრება, ხელფასი, მელფასი და ეგეთი რაღაცეები დაგხვდება, ლამაზი შენობები. მაგარი დალაგებული ხალხი, რომელიც თავის წესებით ცხოვრობს, იცის შრომის ფასი, წვიმაში საწვიმრით გასვლის არ ეშინიათ და საქმის აკეთებენ ბოლომდე. ეს ხო ყველაფერი ასე ვიცით რა ევროპაზე. ბონი, რავი, მე ეგრე ვიცით ყოველ შემთხვევაში. ხოდა მერე ჩამოვედი რეალურად. ერთი ეგეთი რაღაც შემამჩნიე, პირველი რაღაც რაც შემამჩნიე. აქ ამ ქვეყანაში არის რომ კარის სახელურები არის სხვანაირი. კინისაა რა. ჩვეულებრივი მილი რაღაც მოღუნული, მაგრამ ხელს რომ მოკიდებ და რომ ჩამოწევ, არც ლაყლაყებს არაფერი, კინაც სავსე არის, მთლიანი. კარგად დაპოლირებული, კიდეებიც ხარისხიანი. მოკლედ, უმაღლესი ხარისხი რა. განა იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ეგეთი სახელურები არ არის, მაგრამ არის ჩემი მოკრძალებული დაკვირვებით. ეგეთ რამეს დავამივხვდი, რომ აქეთ მოკლედ ყოველდღიურ რაღაცეებში მასალების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია რა. ალბათ დაკვირვებაც არა, ფაქტიც არის რეალურად, იმიტომ რომ აქეთ დროჟებს თავისი კანონმდებლობა აქვს, რომელიც ყველაფერს იცავს. რომ აი ეს მასალა არ შეიძლება ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ეს საზიანოა გარემოსთვის, ასე შემდეგ. რაც ძალიან მაგარია და საბოლოო ჯამში იწვევს ასეთ საკაიფო რეგულაციებს და ხარისხს. ხაი მაგალითისთვის რო ავიღოთ თუნდაც ხის ფიცრებიც რო იყოს რა. ან სახლში შპალერი რაცა, ან საღებავის ხარისხიც სხვანაირია. ნუ ცოტა იმას მუშასავით ფიქრობ, მაგრამ არის შუმობა. მასალა. ხო, უცნაური რაღაცაა რა. და მე მოკლედ რაც მეტი დრო დავყავი აქეთ. უფსი, რაც მეტი დრო დავყავი. უფრო მივხვდი რომ მოკლედ რაღაცა მოუბრუნებელ ეფექტს შევეჯახე მე როგორც ქართველი ევროპაში გადაცხოვრებული და ეხლა უკან ვბრუნდები საქართველოში. მოკლედ, ისეთი რაღაც მემართება, რომ ძალიან რთული ამაზე ველაპარაკო საქართველოში მაცხოვრებელ ქართველს რა. ისე რომ არ მიმიღოს როგორც ყეყეთში თავყია და თავში ავარდნილი ევროპაში მაცხოვრებელი ადამიანი. და ეგ მაგარი საინტერესო ეფექტია რა. თითქოს ემიგრირებულ ქართველებს სჭირდებათ ცალკე კომუნიკაციის კურსები, თუ როგორ დარჩნენ ერთ-ერთზე, ერთ და იგივე დონეზე საქართველოში მაცხოვრებელ ქართველთან, ისე რომ მისი გრძნობები არ შეილახოს საქართველოში დარჩენილების. რაც მესმის ბაზარია რა, მაგრამ ჩვენც გაგვიგეთ რა. ხოდა, რაც გულისხმობ. Right. რამდენჯერმე ჩავსულვარ და აი თუნდაც ეს სამშენებლო მაღაზიები მინახავს, შემძლო მასალების მაღაზიები მინახავს და აქ რო ყველაზე უხარისხო ბელგიაში გულისხმობ. ბელგიაში რო ყველაზე უხარისხო მასალა აიღო, იქ მანდ საქართველოში, ხო, იქ საქართველოში არის რაღაცა ცეცხლის ფასი, თითქოს ოქროსგან იყოს გაკეთებული რა. და მე რო შედიხარ ზოგ სახლებში, თქვა და საქირავო სახლებს რო ნახულობ რა. და რემონტის ხარისხს ვაკურდები რა. აი მაგალითად ეს პანელები აბაზანაში, ან მეტლახი თუნდაც, ან უნკანები, ან ნიჟარები უნკანებისთვის. აი ხელს რო კიდებ რა, აი ხელს რო კიდებ უკვე ეტყობა რომ აი რაღაცა ყალიბში რაღაც თუა ჩასხმული, მე არ არის გაწმენდილი ბოლომდე კიდეები. ან მეტალს რო კიდებ ხელს ეტყობა რომ რაღაცა მსუბუქი მყიფე არის. აქეთ-იქით გაწი გამოწევა და გადაწყდება, ან გაიღუნება, ან არ არის წესიერ ჩამოსხმული, ან ასე შემდეგ, ან კარგად გაჩარხული არ არის, ან მე გაწმენდილი ჩარხვის მე ჩარხვა ეს არის. ტოკარს რო ეძახიან ესე რომ მეტალიდან ვიჭრება რაღაცა. ხო და
მე მაგ ყველაფერს ვამჩნევ რა, ესე ჩვენ დასავლელ მეგობრებს აქვს გამოთქმა you cannot unsee რა, ანუ რომ რაღაცას რომ დაინახავ და რაღაცას რომ ხედავ პერსპექტივით და მე ვერ ხედავ რა. მე აი შეუძლებელია რომ ვერ დაინახო ეს ყველაფერი. ან თუნდაც რომ პარკში მიდიხარ და აკვირდები წვეთოვან სისტემას და წვეთოვან სისტემის დაყენება როგორ აქვს, ანუ აი მაგალითად წვეთოვანის შლანგების მილების ბოლოები როგორაა გადაკეტილი, თავისი სპეციალური ჩამკეტი აქვს თუ ცელოფანია შემოხვეული. მე ვფიქრობ რომ იქ ბაღის მუშას მაგას როგორ დააბრალებს, სავარაუდოდ არ აქვს არნარი ინვენტარი, ან ზოგავენ, ან ჟმოტავენ, ან ტიპი ვინც ამ ინვენტარს უყეთავს, იმ გონზე არ არის და მე ვფიქრობ ამ ყველაფერს, შენ თვითონ ინახავ ამას რა. ეს რომელმეს გაუზია რომ საქართველოში იტყვიან რომ წადი ძმაო, შენ მოგცლია, ტო. მაგრამ ბაზარი არა მომცლია, მაგრამ ხო მესმის რომ საქართველოში რო ხარ არ გცხელა ამ რაღაცა შლანგი ცელოფრით იქნება პლასკეგუბცით თუ ესე იმითი პლასკეგუბცი კი არა, პლასკეგუბცით თუ მავთულით აი საქმეს თუ აკეთებს გააკეთოს რა. ხო ბაზარი არა, მაგრამ აი რაღაც ეგეთი ეს არსებობს რა. ხო ესაც შეეხება ძირითადად მასალებს და წარმოება, მარმოება, თვითონ ტიპ რაღაცა როჟას ნივთს რო ყიდულობ მაღაზიაში. აი ეგეთი სხვაობა არსებობს და მომკალით რა ისეთი რთულია რა, რთულია. და რაც შეეხება იმას, რა ქვია, მე ჩემთვის დავსუკითხვა რატო რა ჯანდაბაა, რა უბედურებაა, რა პონტი არის. და რა თქმა უნდა, პირველი პასუხი ისაა, რომ შეჩიმა მდიდრები არიან, აბა რას მოელი, ჩვენთან ძმაო გაღლეტილი ქვეყანა არის, ეძიკა გამოვიარეთ და უშუქობა და რა გაწუხებს ძმაო, რას მოელი, რა გინდა ვერ გავიგე, რას მისტირი. ხო რა? მესმის, მაგრამ მე ისტორიაში წავედი, რომ რანაირად ბიჭო, ეს ევროპა რომ მოგწონს, ეს ევროპა რატო აქვს ამ ჩემისებს ამდენი სიმდიდრე? და რატო არის ეს სიმდიდრე აქეთ, ან სხვა ქვეყნებში, ხო, ყველაფერი ევროპის და ამერიკის, ავსტრალიის და ყოფილი ამერიკული რა იყო და ინგლისური კოლონიები რაც იყო, ავსტრალია და ახალი ზელანდია და ყველა ჯანდაბა, ყოფილი კოლონიები. რაც ქვეყნებად იქცა? მაგად გარდა, რატომღაც ყველა სხვა ადგილებში ყველა არის ღარიბი, გაღლეტილი, გაუბედურებული, ან ტირანი და ნაძირალა, რომელიც არის ყველაფრის ტერი რა. და მე მაგას ვფიქრობ, რომ იქნება კოლონიალიზმის ბრალია. იქნება ეს ნიდერლანდები მაგიტოა ეგეთი ნავაროჩენი წინწასული, რომ თავის დროზე ინდონეზია ძარცვეს. ძალიან პოლიტიკაში დავადი მომბატიეთ რა. იქნება მაგაშია საქმე რა, რომ გინდა ნიდერლანდები იყო, გინდა საფრანგეთი იყო, გინდა ინგლისია იყო, გინდა დიდი ყველა გერმანია, ყველას აქვს წარსულში ძარცვის გამოცდილება რა. გინდა რუსეთი აიღე, მაგასაც ძარცვის გამოცდილება აქვს, მაგიტომაც აქვს ეს ისა ზემნიდო არეცი იმაში, რა ქვია, პეტერბურგში და ასე შემდეგ. ევროპული საუკეთესო ევროპელი ოსტატების ნამუშევრები. პირდაპირ ყინულიან რუსეთში. მეტყვი რომ იყო საშუალება, ეხა ამდენი ეთნოსი ძარცვეთ და რავი, რატო არა. ხო და რავი. მე ხვდები რომ თლა შენი ბრალი არ ყოფილა, ხშირად რო გესმის ხოლმე რომ აო ქართველები ხო ბიჭო უვარგისები ვართ რა. აო ქართველებს ხო არაფერი არ შეულიათ რა. აო ქართველებმა ხო არაფერი ვერ გააკეთეს და რაღაც ეგეთი ისენი ხო არის რა. აბშტე საქმე დავამაგრო მაგარი. სხალი როგორც მიკროფონი, სახალი წიგნის სახელია. და კაროჩე მე მივხვდი ეგეთ რამეს რომ კაი მასალა იყოს, მაგრამ მაინც რჩებოდა რაღაც ყოველთვის აი გულის სიღრმეში თან აქ ხა აქ ეს სამუშაო პონჩი რომ მუშაობდი ხა ყოველთვის ცდილობდი რომ ადგილობრივებთან მიმუშავა. ანუ აი აქ ხო ორ რენოვანები არიან, ფრანგული და ზემოთ ფლანდრიული რა, ეს ნიდერლანდულის ნათესავენა რა. ხო და მიმუშავია ორივე ტიპებთან რა. და ზირითადად ჩალიჩევდი რომ ხელსაქმით ყოფილიყო რა, ხეზე მეზე რაღაც დეკორაციებს აწყობა. სადაც გიწევს რა თქმა უნდა ხელსაწყობებით მუშაობა, სახელოსნოში სადაც ტვერია, ჭუჭყია რაღაცა ორომტრიალი. ადაჟე მარშრუტკენ ტიპებთანაც მიმუშავია. აი ხელსაწყობები რომ იმაში აქვს რა, თვითონ მარშრუტკაში და ობიექტზე რომ მიდის, იქ რაღაც ფასადზე რაღაცებს გააკეთებს ჩარევებს ფასადში, თავის საქმეს მორჩება და მიდის, მე უკან თავის ბაზაზე რა. ხო და ამ ტიპებთან ურთიერთობის მე რა დავამღამე რომ აი მაგას მაგალითად ვერ ხსნი, მაგაზე მაინტერესებს თქვენი აზრი რა. აი ვინმე თუ ამიხსნით მაგას, მადლობელი დაგრჩებით რა. აი ეხა ფრანგულ ენოვნებს მაინც რაღაცნაირად გონია რომ ყველა ენოვან ჯგუფს თავისი რაღაცა ესენი აქვს, შარიკები თავში რა, მენტალიტეტი რა. და ფრანგულ ენოვან ჯგუფს თავს ვერ დავდებდი, მაგრამ აი რატომღაც ეჭვი მაქვს რომ ნიდერლანდელები, ანუ გალანდია რა, ჰოლანდიელები, ეს ფლანდრიელები, ან ჩრდილობელგიელები და გერმანელები და მთელი სკანდინავია რო აიყო, რომელიც არის გერმანულის მსგავს ენებზე ვინც ბაზრობენ, აი რაღაცნაირი სხვანაირად მოწყობილი თავი ტვინი აქვს რა. და რა პონჩი.
რომ მაგაცა როცა მუშაობდი, ყოველთვის როჟები არიან, აი სამუშაო ადგილს რომ შემოდიეს რობოტებივით და ესე იგი რა არის დავალება დღევანდელი, ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა გავაკეთოთ. ამას ესე ვაკეთებთ, აი ამ ფორმით გავაკეთებთ და მივიღებთ ამას რაღაცა ის უცხადესი გეგმაროა. და ერთმანეთში ბაზრობენ ყოველთვის ყველა აწურინებს ყველაფერს ბოლომდე რომ კომუნიკაცია ხო ვიცი ეგ არის ჩვეულებრივი კომუნიკაცია მაგრამ არავი ჩემ გამოცდილებაში ხშირად არ იყო ხოლმე ეგ რომ ერთი ტიპი რო იტყოს ანუ საქართველოში ვიძახი გამოცდილებებს რა თქვა რაღაც დეკორაციის აწყობაზე ეს კედელი გვინდა რა ძმაო რა ისეთი რა 3-4-ზე მეტრა რა და ეს მეორე ეტყვის რომ მეტი არაფერი მითხრა გაგიგე ძმაო და მე წავა აწყობს რაღაცას გაუგებრობა მე იქ უკვე ერთი დღე დარჩენილი გადაღებამდე და ფუშენ, მაგრამ ეს მე არაპროფესიონალურ რაღაცებზე ლაპარაკობ. პროფესიონალებმა პირადად არ მიიღოთ თქვენელად თვალით. შეიძლება არასწორ ხალხის წერელებდი, რაც გაიგე. და აქეთ კიდე, короче, ეს ნებისმიერი ჩვეულებრივი მუშავინც არიან. ეგეთი რობოტული ის აქვს, რომ ეს ყველაფერზე ხო ცხადად დაფქვავენ რა როგორ უნდა იყოს და რანაირად როგორ და როდისთვის რა. რომ აი ამ დღეს ვამთავრებთ დედლაინების საყვარელი სიტყვა, კორპორატიული სიტყვა, დედლაინი. და მე короче როჟები იმუშავებენ, აი გაიძრობენ სულს, ღორებივით ამოგვაგულები იქნებიან რა. ამ ტოვერში ყველაფერში რაღაც, ყველაფერი მოყრილი რაღაცა, მაგრამ დამთავრდება თუ არა სამუშაო დღე, ან სამუშაო დამთავრდება 5 საათზე, 15 წუთით ადრე იწყებენ ყველაფერს ალაგებას, მოხვეტვას, ყველაფერი რაღაცა ნაგავში, ხელსაწყოები თავის ადგილას, ყველაფერი ეს მიყრილის არა, ყველაფერი თავის ადგილას. ჰაი ჰუი რაღაცა დავხურეთ, ჩავქრეთ, წავედით. და მეორე დღეს მოდიან და ყველაფერი ხდებათ სუფთა. თითქოს არავინ ყოფილა შეგით რა. და ფლანდრელებისთვის მე რომ მიკითხავს რა მაგ მუშებისთვის რა მაგაზე ეგ ის აქვს რომ დატოვეო ძმაო ისეო როგორც დაგხვდაო რა ძალა არის რატო ურევო რაღაცებს თუ ურევო რა საჭიროა რომ შენი კვალი დატოვო რა ხოდა მე ფიქრობდი მაგაზე ეს რა ბაზარი არა ძალიან პრაქტიკულია მაგრამ ხანდახან რთულია მაგრამ რანაირად შეიძლება აი ყოველთვის თავში ქონეს ეგ გამჯდარი რა ეგ ის აზრი რა ყოველთვის ტიპებს ახსოვთ. თუ დაყვებათ ეგ აზრი რომ დატოვე ადგილი ისე, როგორც დაგხვდა რა. ნუ დატოვე ერთმანეთ კვალს და ასე შემდეგ. და რაღაც ანუ რაღაც მომენტში პოეტურ მომენტში ლამაზი რაღაცაა რა. იმიტომ რომ ესეთია პოეტური ცხოვრების მომენტში. ლამაზია, იმიტომ რომ რატომაც არა რა, ეხლა თქვა და აი მანქანა იქირავე რა. და ჩიფსებს კი არ შეჭამ საქონელივით და იქ დაპყრიმებს რა, ფუნჩხებს. ნამცეცებს. და მოასო რომბოლებს შენ ირგვლივ რა, მაგას კი არ იზავა არა. ადგები და მოწმენდ რასაც შენ მოისაქმებ იმას აწმენდ რა და ასწორებს რა ანუ ძალიან ელემენტარულია ვიცი მაგრამ ბევრი ადამიანს ავიწყდება იქ რაღაც რა მაგრამ ხა ისე არ გამოვიდეს რომ ეხა მე აქ ანგელოზი ვარ და აუე ყველა ფლანდრიელი მაგარია აქაც არიან ღორები გენაცვალე რა ხოდა მე ვფიქრობდი რომ რაპონტია რა და მე ვაკვირდებოდი ამათ კულტურას რაღაც აი როგორ იქცევენ ზოგადად აი ჩვეულებრივი მოკვდავები კორპორატიული ფლანდრიელები სტუდენტი ფლანდრიელები მაღაზიის გამყიდველი ფლანდრიელები და ასე შემდეგ, როგორ იქცევენ, როგორ ლაპარაკობენ, როგორ პასუხობენ, ვის რას ეკითხებიან ასე შემდეგ და ენას რო უსმენდეს, ენის ტალღები დაადის შეყურებში და ავიღავენ, რომ რაღაცა აქვს ტიპებს კულტურული, რომ მაგალითად ჩვენ ქართველებს ხო მაგრა გვევასება საქართველოს, ხო? გიჟდებით, რომ აი მესხეთში გამიშვა ეხა და თუშეთი მანახა და ნეტა ეხა მესტიაში ავიდე და იმ მთებს გადამახედა, მე ბათუმში ჩავიდე და ზღვის სუნი მაგზნობინა რა. ასე შემდეგ, ხო არა ეგ? მაგრამ აქეთ რა, ტიპებს ეგ ვაფშე არა აქვს. აი ფლანდრიელი რო აიყო, საშუალო ფლანდრიელი, მაქსიმუმ ანტვერპენელი მასტი ეს არ გამოცხადებული ფლანდრიის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ანტვერპენი რა. ტიპებს რო სამყაროს ცენტრი გონიათ თავი ეგეთი სტერეოტიპია დაიმახსოვრეთ. ნებისმიერი ფლანდრიელი ჯობია ანტვერპენელს ზოგადად, იმიტომ რომ აქ ეძახიან იმას სქელკესრიელებს რა, დიკენეკ რა. ხო და ეს სქელკესრიელების გარდა ყველას ეზიზღება საკუთარი სამშობლო. ეზიზღება კი არა, სუწუწუნებენ რომ აიმე პროპკებია, აიმე ფასები, აიმე ეს რა უარგესია, რამდენი ჯენტრიფიკაცია და ურბანიზაცია და რამდენი ბეტონია შეიძლება ვაფშე არა გვაქვს ფურა ბრტყელია აქაურობა, ფუ ტყე არა გვაქვს, ყველანაირი ტყე რაცა ხელოვნურია, ფუ იმენა ხო არაფერი გვეშველა, ეხა ვიღაცა დამპალი მემარჯვენე მთავრობა მოვიდა, ფუ ეხა ხო მემარცხენე მთავრობა მოვიდა, ფუ ხო ჩვენ ხო არაფერში არ ვარგი ვართ და ასე შემდეგ და მე ფუ ჩვენ ხო კულტურა არ გვაქვს და ფუ ჩვენთან რატო უნდა დაისვენო ვაფშე და ფუ ჩვენი ენა ვაფშე რატო უნდა ისწავლო არ და ვკითხო სულ მაგაზე ტირიან არავინ სწავლობს ჩვენ ენასო პარადოქსი ხო და
ეგეთი როჟები არიან და პლუს აი ზოგადი საშუალო სტატისტიკური ფლანდრელების ჯგუფი რო წარმოიდგინოთ რა ესეთი ეს არის ტრედების ჯოგი ქვია მაგას არ ვიცი რა ქვია ტრედების ჯოგი ხო ტრედების ჯოგი ვიცი ხედან და როჟებს არ ევასებათ ინდივიდუალებს კი არა და კერძო ადამიანებს არ ევასებათ თავისთავად ყურადღებას მიპყრობა ყოველთვის ჩალიჩობენ რომ ჯგუფში თავი არ გამოიდონ გადაწყვეტილებების მიღებით არავის არ ევასება რომ ესე თვითგამოცხადებული ლიდერი გახდეს და ჩალიჩობენ რომ აი თქვა აი მაგიჟებს ხომ მაგიჟებს აი საუბარი როა და თქვა შეირნობდით ქალაქში რაღაც ერთ-ერთი მეგობრები წავედით რაღაც ქალაქი ვნახეთ და დროა რომ შევისვენოთ რა ცხელათან აზრი არა აქვს და ну შევისვენოთ რაღაც დავლიოთ აზზე მოვიდეთ და წავიდეთ რამე ვქნათ რამე დავლიოთ ერთმანეთში ბაზარი წყლა ერთ ტიპი და სოს კითხავს და დავლიოთ რამე სად დავლიოთ თქვა თქვენ რა გინდათ რა ვიცი მე ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თქვენაც გინდათ ის ვქნათ აუ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თქვენაც გინდათ ის ვქნათ არჩიეთ კაცო ხო კაცო არჩიეთ და ესე ყველა ერთმანეთს ეპიკმონგება არავინ გადაწყვეტილებას არ იღებს და ესე რაღაცა 20 წუთიანი ჭიტაობის მერე რაღაცა კონცეფციამდე მივლენ რომ ვიღაც დაიღლება და იტყვის რომ ეი მე მქონდა Google Maps-ში შენახული სანახავ ლოკაციებში რაღაცა ძალიან საინტერესო ტერასიანი ბარი მან წავიდეთ რაღაცა ყოველთვის მას შტაბშილებას მეტოვებს რომ ოღონდ ძალადობის ენა არ გამოიყენონ ტიპებმა რომ აი მე ჩემს ხედვას თქვენ გახვევთ თავს ოღონდ ეგრე არ ჟღერდეს რა ну ტიპები იმენა თავს იკლავენ იმენა უკიდურესობაში გადადიან საპირისპირო რა რაც რა ვიცი მოწყნარად შეიძლება თქვით რა რომ წამო იქ წავიდეთ რა არის მაგარი აპეროლ შპრიცი და გაგვისწორდება რა ანუ მე მაწუხებს რა ესეთია რა მივეჩვიე უკვე მაგრამ ესეთია თავიდან იმენა მაგიჟებ და მაცოფებ და მე მგონია რომ მეთქი ჩარტყი თავში ამათ რამე რას შეხარჯოთ ბიჭო დროს და ეს ხო მე მაგას დავაკვირდი რა აი ეგეთი ქცევა რო არის თავგამოდება რო არ ევასებათ თავის ქვეყნითაც თავს რო არ იკლავენ და რაღაც თითქოს რაღაც მენტალიტეტი აქვს ტიპებს რა ანუ ინდივიდუალურად აღებული აღებული რომ თითქოს უნდა იყო ჩრდილი რა ძალიან თავი არ უნდა გამოიდო და ჩემი დაკვირვება არის რომ აკრას მაგ ჩრდილობიდან მოდის რომ როცა ფლანდრელი ხარ და მუშად მუშაობ ან რაღაცა ხელით კიდე ეწევს მუშაობა შენი კვალი არ უნდა ეტყობოდეს შენი კვალი რაც საბოლოო ჯამში კი არ დავაფ იმას რომ აი მე რატო შვებიან თო ცოტა ინდივიდუალიზმი და მიდი რა მიაჯვი ქაურობა სადაც ხარ არა მაგარია მაგრამ პროსტა მე ისე ჩაუღრმავდი რომ მეთქი ეკა უჭერ მაგრამ გონზერო შეიძლება არ ფშოშე რა ხო და ხო ეგ იყო რა და მე მიფიქრია ხო სისუფთავესთან ერთად კიდე ერთი რაც დავაკვირდი ამ ჩრდილო ენეონებს გერმანიკული ენების ჯგუფი თუ რაღაც ქვია ამ ფლანდრიული, ნიდერლანდული, გერმანული ასე შემდეგ. და მაგ ტიპების ქცევაში კიდე ერთი დავამღამე რომ აი ეს პერფექციონიზმი აქვს სერიოზული რა. და მე რო ვახსენე მაგალითად ის აი თუნდაც აი ბაღში რომ მიდიხარ პარკში თბილისში და აი თქვა წვეთოვანის მილებს რო უყურებ და თქვა 40 მილი არის გაშლილი რა და 40 მილიდან თქვა 15 აქვს ერთი ტიპის ბოლო და 15 აქვს კიდე მეორე ტიპის ბოლო და დარჩენილ 10 აქვს კიდე რაღაცა ხელნაკეთი გამოცელოფანი ან ესა მავთულიანი რაღაც რაც ძალიან მაგარია თვითგადაჩენის ხრივ რა საქმეს უაკეთებს ასწორებს რა მაგრამ აი მაგალითად მაგ საქმეში ადამიანი ვერ ხედავ დეტალებისადმი სიყვარულს და პერფექციონიზმს იმ ხრივ რომ კი რაც გვაქვს რესურსები მithნო ვითამაშოთ მაგრამ აი რაღაცა შეიძლება რომ ისე გაანაწილო რომ გავდეს სტილისტურ გადაწყვეტილებას რა ანუ აი 15 აქეთ როა და იქ 10 ცალი აი არ ვიცი აი ხანდახან შტაბშილება მჩება რომ აი პერფექციონიზმის ხრივ ჩვენ გურჯებს აი გვაკლია რომ აი თქვა რა ღობეს რო აკეთებ და 80 ცალი ღობე რო არის ფიცარი მისაჭედებელი იმ 80 ფიცრიდან რა ბოლო 5-ს ესე მიაფორთოხებ რა უკვე დაღლილი ხარ მზიაჭერს კაცო მაფიქრე მაგაზე მომწყურდატო და რაღაც და აქ კიდე ტიპები იმდენად რობოტებივით არიან აი ჩრდილოელებს ელაპარაკოთ ფრანგულ ენონები სხვა როჟები არიან დაიმახსოვრეთ არ გაიტაროთ თავში რომ ფრანგულ ენონები ეგრე კარგად მუშაობენ და ტიპები კაროჩე ეს ფლანდრელები და ასე შემდეგ
რობოტებივით, ანუ აი ეს ლანჩის დროს იმენა ისეთი გამჯდარი აქვს, ლანჩის დროს, აბა. ეხლა ვარ ლანჩის რეჟიმში, რა დროს საქმეა? ნუ მელაპარაკები საქმეს თუ შეიძლება. მე ჩემი ლანჩის ყუთი მაქვს. გავხსნათ, ნამ მზად მაქვს, ყველაფერი ჩემით წამოგებული, იმიტომ რომ უნდა დააზოგო ფული. რაც ეგეთი ისინი აქვთ რა. აი ეფექტური სისტემის საწყობის მოხმარება და მე ამ ლანჩზე კაკრას თავის დროს აძლევენ რომ დაისვენონ, განიმუხტონ რაღაცა. მაგრამ ეგეთ ყველა ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს შესაძლებლობები, მაგრამ ამ ჩემისებს მომიტებით, ის აქვთ. აი ეს დაგინებული დრო, რაღაცნაირად თითქოს ამ ენერგიის განაწილებას და შესრულებული ხარისხის საქმის ხარისხის დონეს რა, მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს რა. ხარ წარმოვიდგინე ხო, თქვათ 7 საათზე იწყებ მუშაობას რა, ან კაი 6 საათზე იწყებ მუშაობას და პირველისკენ გაქვს ლანჩი რა. პირველისკენ გაქვს ლანჩი და კაკრას 9 საათი შეისვენე, დაჯექი, დაისვენე წყალი დალეისა, ტვინი გადაიტანე სხვა რამეზე და მე 6 საათამდე წავიდა პახავა ბოლოისა რა. მეორე დიხანია, ძმაო, ფუტბალისტები როგორც იძახიან. სემიჩკარო აფუჭებს, ტო. და ხო და ეგ რაღაცა ლამაზია, რა იცი რაღაცა დეგენერატული რუტინა რო არის, სადაც შეიძლება გაგიჟდე ადამიანი, იმიტომ რომ რა იყო თქვენჩემა ცოტა სიცოცხლის და მესი, ბობოქრობის ადგილი დატოვეთო რა. მაგას იტყვი, კაცი საქართველოს ნახوار ჩამოსული რა. მაგრამ მე რო დააკვირდები ცოტა დროს დავუთმო, მკითხოს დასვა, ეგება ბიჭო, მაიცა რაღაცა ამათთან თუ მუშაობს, ესე იგი რაღაცა არის რა. მაგასაც რო იზავ და მოусმენ, შეხედავ და მე დააკვირდები რომ ესეთი ტიპები ესე რომ მუშაობენ და მე როგორ შედეგებს დებენ რა, რომ აი თქვა დურგალი ტიპი რომ მუშაობს და ყველა კიდეს რომ ერთნაირი კუთხით მოასწორებს რა. საერთოდ მთელი ნამუშევრის ყველა კუთხე ერთნაირად დამუშავებულია რა. როჟა იმენა რომ ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებს, კუთხეებს ასწორებს და თუ 150 კუთხე გასასწორებული, 150-ვე კუთხეს ესე სათითაოდ გაყვება და გააკეთებს. იმიტომ რომ არ ვიცი, ლანჩზე ჭამა, ყველი გაუდა, რაღაცა მისი ნახევრად ფაბრიკატი პურით, არ ვიცი რა არის მაგათი საიდუმლო, მაგრამ კულტურიდან მოდის ალბათ რა, იმიტომ რომ დაჟე რამდენჯერმე მქონია წითელი ღვინის დახმარებით ამ ფლანდრიელებთან ესე არაფორმალურ გარემოში ესე ვიქრო ვარ, სადაც დაჩაზე რო ვარ და უკვე ყოველას თავში რო ისაა, რომ აი ხლა მოშვების და დასვენების ის არის მომენტი, არანაირი ის ფორმალურობები და ასე შემდეგ. და მე ცოტა ღვინოსაც რო დალევთ და აი შეთამაშდება ყველა. მე დაცდენიათ გაიძვერებს, რომ ბიჭო, აი მოგზაური ტიპებიც იყვნენ რა გარეულები და აი ინდოეთშიც მიცხოვრიაო, მე იმანას ხო ხოლმე სამხრეთ ამერიკაში ვცხოვრობდიო, მე იქ ვცხოვრობდიო, რა ქვია, აღმოსავლეთ ევროპაშიო, რომელიღაც იყო არ მახსოვს, ჰუნგრეთი თუ რაღაც. და ბიჭო, ყველა შეთანხმდა, რომ აი იცი რა გვენატრებაო ძმაო, ყოველთვისო. აი ეს ფლანდრიულიო ოსტატობაო რა, ეს ვაკმანსხაპს ეძახიან რა, კაროჩე. აი ოსტატობა რა, აი კარის ხელოსანი რო კარს გიკიდებს და ხო რო გამოაღებ და 0 ხახუნი, 0 წინარება, 0 ხმა იდეალურად რო გამოდის და რო გააჩერებს და რო ჩერდება, იმიტომ რომ თარაზოში ტიპმა გაასწორა იმენა, რასაც ქვია და გრავიტაციასთან კავშირი არ აქტებს. სადაც გააჩერებ კარს, იქ ჩერდება და მე რო დაკეტავ კარის ღრიჭოს რო შეადარებ და კარსა და კარის ღრიჭო ყველგან 2 მმ როა რა, აი ეგეთი ნაჩალი როა რა. ხო და აი გვენატრებაო რა. ხო და ეხა ეგ რა, ვერ იტყვი რომ ეგ მასალის ბრალი არა, იმენა რომ აუ ბიჭო, ეგ მაგ მამაძაღლი კოლონისტების ბრალი არის რომ მაგ ძარცვის ყველა ჩვენ რა, საწყალი ტანჯულიერები, მიუხედავად იმისა რომ ეგ ქნეს რა. აი მასალები აქვთ მაგ ძაღლი შვილებს და მაგის გამო მასი თორე ჩვენს ძმაო რომ მოგვცეთო, დედას უტირებთ ბიჭო. აი ეგრეც არ არის რა. იმიტომ რომ გონდა რომ ეგ არის ის ტიპი რა, ვინც ამ კარს კიდევდა რა, ტიპი იყო გაგიჟებული, იმენა დაუგინა თავის თავს რომ მე თუ ამ კარს არ დავკიდებო ძმაო, აი ისე იდეალურად რომ აი რაღაცაო, აზრი არ აქვს რა. ხო, მოკლედ დღეს რაზე ვილაპარაკ, ესე იგი მასალათა შესახებ და შრომის შესახებ. ხო, რომ აი რაღაც უცხოეთში რა, კონკრეტულად ამ ბელგიაში აი ამ ცხოვრებს ამოღამებ რა და მე კითხებს სვავ რომ ბიჭო მე რომ ვარ ქართველი, მაშასადამ და მე ევროპელი რას ქვია, ასეთ ცხოვრებს რო ხედავ, რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე. დამავიწყდა. ყველაზე თავარი. ეს ფრანგულ ენოვანი ბერჯერ ვახსენე და ფრანგულ ენოვანებსაც შეეხებათ, როჟები არიან ჰარალე რა. აი განსხვავება რო წარმოვიდგინეთ, ყავს ფლანდრიელი და ყავს ეს ვალონიელი, ეს ფრანგულ ენოვანებს ვალონიელები ქვიათ რა, ფრანგულ ენოვან ტიპებს. ვალონიელი ტიპი ყავს და ფლანდრიელი ტიპი რა. და ორივეს აქვს ეს კერძო სახელი და გარაჟი რა და ორივეს ჭირდება რომ დაკიდოს გარაჟში თარო. მაგალითად ფლანდრიელი
და თარო არის როგორი, რომ კაროჩე უკან ზურგი აქვს და გაგწინეს თაროს ნაწილები რა, ტაკ, რომელიც უკნიდან უნდა მიასჭვალო, ანუ მიაშურუპო რა, მიამაგრო რა. ფლანდრელი ადგება და უკანა მხარეს მოექცევა როგორც წინა მხარეს, იდეალურად მოაზუმფარებს, მოშყურკავს, მერე იქ ყველა შურუპს იგივე სჭვალს შეიყვანს, ბოლომდე რომ ხელს რო ჩამოუსმენო ერთი დონე აქვს რა. და მე შეკითხავ რომ შეჩემა ეს თარო უკანა მხარე არის, მაინც კაცშვილი ვერ დაინახავს და რა თავს იტკიებო რა და ის გეტყვის. აპა, ბიძიკო. შენ თუ საქმეს აკეთებო, არსად არ უნდა გქონდეს მიჩქმალულიო, ყველა მხრიდან უნდა იყოსო 100%-ზე გაკეთებულიო რა. რა თქმა უნდა ეს ყველა არ არის, მაგრამ უმეტესობა ეგეთი. და მე ეს ფრანკაფონი, ანუ ფრანგულენოვანი მასტი, იგივე დავალებაზე უკინიდან ადგება პირდაპირ. არც წინასწარ არ გახვრეტავს არაფერს, იმიტომ რომ თუ არ გახვრეტი გასკრება ხე. არც გახვრეთს არაფერი პირდაპირ ბრეკა დაკიდებს და რა გინდა ძმაო წინ ნახოთ თაზავიდი აქო რა და ეგაა და გორის ციხე და როჟები ფლანდრელები თუ ნახევარ საათს აიღებენ იმას შესვენებას და მოათავენ მე ეგრევე საქმეს გადადიან ფრანკაფონები იქეთ ბაგეტი აქეთ შეიძლება ერთი ჭიქა ღვინოც ყველაში ერთხელ შეიძლება რა და მე იქიდე რაღაცა უკარგად ნო ჭამოთ იქ მე თუ აქ პურზე ეს რაღაცა ვიჩინა აქეთ ყველი რაღაცა კიდე соуსი მჭირდება და გურმე რა უნდა ჭამე რომ იბაზრო უნდა აი სუფრასავითაა რა ანუ განაცუდი არის მაგრამ ხარ ნერვს ეშლიან რომ აი საათ ნახევარი შეიძლება ტიპები იჯდნენ და ილაყბონ სვან ჭამონ და მე აუ ბიჭო საქმეო და ნელი მეცი ახოთ კითხა აპა წავიდა ესე დაზარებით მიდიან მე და აი აგზელებენ საქმეს. განაცვლად მუშაობენ, ანუ საქმე მომდე მიყავთ, მაგრამ აი ესეთი დეტალების მიმართ ყურადღება არ არის რა, მაგრამ მე კაცი იკითხავ თუ ხალი და გვინდა ეს დეტალები თუ მუშაობს, იმუშაობს, ბაზარი არა, ეგრეც ვარს დედამიწაზე რა, რაღაცები საკმარის დონეზეა. მაგრამ პას გაგიზიარეთ რა, ჩემი გულის ტკივილი და დაკვირვებები ემ ბელგიაში კონკრეტულად აი ეს ხელობას რაც შეეხება და მასალებს რა. მადლობა.